დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენი გადაცემის მთავარი სათქმელი, რა თქმა უნდა, ადამიანს უკავშირდება, რადგან ჩვენ შევთანხმდით, რომ ადამიანია ჩვენი მთავარი საზრუნავი, როგორც ჩვენი საზოგადოების მთავარი ღირებულება. არა მარტო ჩვენი საზოგადოების, ნებისმიერი საზოგადოების. და თუ ჩვენ კვებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ პრაქტიკულად ადამიანის სიცოცხლეზე და მის სასიცოცხლო მოთხოვნილებაზე ვსაუბრობთ. ჩვენი გადაცემის კონცეფცია შუქნიშანში კი არ ეტევა, არამედ შუქნიშნის პრინციპზე დგას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც სამფერშია, სინამდვილეში მრავალფეროვანია და სიმბოლოებით გვიყვება ადამიანისათვის აუცილებელ გადაწყვეტილებებს. და როდესაც ჩვენს შუქნიშანს შევავლებთ თვალს, პირველ რიგში აღმოვაჩენთ, რომ დიახ, ფერის პრინციპით არის აქ პროდუქტები გადანაწილებული. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია თუ დავაკვირდებით და აღმოვაჩენთ, რომ ბოსტნეული და ხილი, რომელიც ქმნის ჩვენს შუქნიშანს, წყალშემცველი პროდუქტებია, უხვად წყალშემცველი პროდუქტები და ამას აქვს ძალიან დიდი სასიცოცხლო დატვირთვა. რასაკვირველია, ყველა მათგანს აქვს თავისი ამოცანა ჩვენი ჯანმრთელობისათვის, ვიტამინების, მინერალების, სხვადასხვა ნივთიერების უზრუნველყოფისათვის, მაგრამ წყალშემცველობა არის ერთ-ერთი ღირსება ამ პროდუქტებისა, რომელიც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რატომ. როდესაც წელიწადის დრო იცვლება, არა უბრალოდ კალენდარზე იცვლება ფურცლები, არამედ იცვლება ყველა ის ფაქტორი, რომელიც გარემოს მხრიდან ჩვენზე მოქმედებს. ერთ-ერთი არის ტემპერატურული რეჟიმი. როდესაც ზაფხულში გცხელა, ჩვენ უნებურად მეტ წყალს მოვიხმართ. ეს არის დაცვითი რეაქცია. როგორც კი იკლებს ტემპერატურა, ჩვენ ვამცირებთ წყლის მოხმარებას. ესეც ჩვენი დამოკიდებულებაა, რომელიც არ არის გამართლებული, მაგრამ გარკვეულწილად გამოხატავს იმ ციკლურობას, რომელიც დროის მონაცვლეობას უკავშირდება. მაგრამ წარმოიდგინეთ მდგომარეობა, როდესაც ჩვენ სეზონის ცვლილებასთან ერთად გადავდივართ ხელოვნურად გამთბარ გარემოში. მაგალითად, სახლში ჩავრთეთ გათბობა. მაგალითად, იმ სამუშაო გარემოში, რომელშიც ძალიან დიდ დროს ვატარებთ, არის ჩართული გამათბობლები. ეს რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პრაქტიკულად მოდელირებას ვაკეთებთ ზაფხულის ამინდების, გაზაფხულის ამინდის მაინც. და ასეთ შემთხვევაში ჩვენს ორგანიზმს ვაწვდით კი ამ სეზონისთვის დამახასიათებელ მოთხოვნილებას, ანუ აუცილებელ საჭიროებას წყალზე ვიკმაყოფილებთ, კვლევები ადასტურებს, რომ არა. უფრო მეტიც, ადამიანები ნაკლებად მოძრაობენ ღია სივრცეში ზამთარში, ადამიანები მეტად ითბილავენ გარემოს, მათ შორის სამოსი ბევრად უფრო თბილია და არ ვითვალისწინებთ ამ დროს წყალზე გაზრდილ მოთხოვნილებას, გამოშრობის რისკს და მათ შორის ატმოსფეროს და გარემოს გამოშრობის რისკს. მაგალითად, ძალიან ხშირად მოისმენთ, რატომ არის მნიშვნელოვანი გამათბობლების გვერდით წყლიანი ჯამების გამოყენება, მაგრამ არ უნდა დაგვაიწყდეს საკუთრივ წყლის მოხმარება. მაინც რამდენი უნდა იყოს წყლის მოხმარება? ჩვენ ამ თემას იმდენად ხშირად უბრუნდებით, ალბათ უხერხულია ერთგული მაყურებლისთვის ამის შეხსენება, მაგრამ გაგახსენებთ, საიდან მოვიდა 2 ლიტრი. დათვალეს, რამდენ წყალს ვკარგავთ, მაგალითად, ყოველდღიურად გამოყოფილი შარდის, განავლოვანი მასის სახით, ამონასუნთქი ჰაერის სახით, ოფლის სახით, ცრემლის სახით და აი ასეთ შემთხვევაში დაახლოებით 2 ლიტრია რა კი გამოვიდა ჯამური მაჩვენებელი, გადაწყვეტეს, რომ 2 ლიტრი იქნებოდა უნივერსალური მაჩვენებელი. აღმოჩნდა, რომ არ შეიძლება ამის ასეთ ცალსახად აღიარება, მით უფრო რომ არსებობდა პარალელურად კიდევ რამდენიმე რეკომენდაცია სხვადასხვა ძალიან ცნობილი კლინიკის და ინსტიტუტის მიერ შექმნილი 10 ჭიქა წყალი, 8-ჯერ 8 უნცია, დაახლოებით 2 ლიტრამდე შეიძლება გამოვიდეს ეს რაოდენობა. მოკლედ, მე ამ ჩამონათვალს არ გავაგრძელებ, იმიტომ რომ ამაზე ხშირად გვესაუბრია, თქვენ ჩემს წიგნშიც ამის შესახებ არაერთხელ წაგიკითხავთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გაგახსენოთ, რომ 1 კილოგრამ წონაზე 30 მილილიტრი სითხე და წყალი არის უმნიშვნელოვანესი ნორმა, რომელსაც ჩვენ უნდა ვითვალისწინებდეთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გარემოს ტემპერატურა იმატებს, ცხელი შხაპის მიღება გვიყვარს, როდესაც ადამიანი ფიზიკურად აქტიურია, ან ალკოჰოლი მოიხმარა, ან მლაშე საკვებს მიიღებს. ეს ყველაფერი არის გასათვალისწინებელი, მით უფრო იმასთან მიმართებაში, რომელი პროდუქტები უნდა გამოვიყენოთ. კიტრი არ არის სეზონური პროდუქტი, მაგრამ რითია გამორჩეული? წყალუხვი პროდუქტი გახლავთ. მაგალითად,
პროდუქტები, რომელიც ასევე შეიძლება ჩვენთან ეკრანზე გაჩნდეს. ეს არის მაგალითად სალათის ფოთოლი. მწვანე ფოთლოვანი მცენარეები მრავალ სხვა ღირსებასთან ერთად დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გავიხსენოთ სეზონური პროდუქტები, ახლა არასეზონური. შესაძლოა იყოს მერე მოგვიანებით საზამთრო, ახლა ეკრანზე თქვენ ხედავთ ვარშილს. ამ პროდუქტების ღირსება გახლავთ როგორც უკვე დასაწყისში მოგახსენეთ წყალუხვის შემცველობა და მათი გამოყენება შეიძლება იყოს ძალიან კარგი გადაწყვეტილება, როდესაც არასაკმარისი რაოდენობით ვიღებთ საკუთრივ წყალს. ან ეს პროდუქტები შეიძლება დავჭრათ, ჩავყაროთ წყალში, თუ გემო არ მოგწყობს წყლის და ასე გავამდიდროთ ის ნივთიერება, რომელიც სასიცოცხლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. მთავარია არ თქვათ უარი წყლის მოხმარებაზე. და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? მაგალითად, საშემოდგომო პერიოდში გააქტიურებული წნევის მერყეობის რეგულირებისთვის და მართვისთვის. მოდით მე გაგახსენებთ, რომ ამასთან დაკავშირებით ჩვენ სოციალურ მედიაში გაჩნდა ერთი რგოლი, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მე მინდა რომ გადაცემაში ამ გამოხმაურებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ კითხვას უპასუხოთ. ტრადიციულად ზაფხულში ცხელა, ზამთარში ცივა. შემოდგომაზე, ისევე როგორც გაზაფხულზე, როგორც გარდამავალ სეზონზე შესაძლებელია რყევები და მათ შორის მაგალითად ჩვენი არტერიული წნევის. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე ძალიან ხშირად საუბრობთ, პრაქტიკულად არაერთი გადაცემა მიეძღვნა ამ თემას და უამრავი ჩემი რჩევა მოგისმენიათ, საზოგადოებაში დღემდე დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ არტერიული ჰიპერტენზიის თავიდან ასაცილებლად უნდა შევზღუდოთ წყლის მოხმარება. დავიწყებ იმით, რომ წყლის შეზღუდვა ყოველთვის ძალიან ფრთხილი გადაწყვეტილება უნდა იყოს და მას დასაბუთება ჭირდება. რა თქმა უნდა, შეიძლება გქონდეს მდგომარეობა, როდესაც დიახ უნდა შევზღუდოთ წყალი. მაგრამ ეს უნდა იყოს აუცილებლად ექიმის რეკომენდაციით და ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება წყლის ადეკვატური მოხმარება და გაგიკვირდებათ არტერიული ჰიპერტენზიის პროფილაქტიკისთვის წნევის მაღალი რიცხვების თავიდან ასაცილებლად სწორედ წყლის ადეკვატური მოხმარება არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი. რა უნდა შევზღუდოთ სინამდვილეში? რეალურად კი უნდა შევზღუდოთ მაგალითად მლაშე საკვები. მაგალითად ცხიმიანი ვახშამი და ზოგადად გვიანი მსუყე ვახშამი. ვაკონტროლოთ წონა. აუცილებლად ვისეირნოთ ფეხი განსაკუთრებით დაძინებამდე 2 საათით ადრე. მოვწყდეთ ეკრანებს, ანუ შევზღუდოთ უსიამოვნო ინფორმაცია და შევზღუდოთ ეკრანებთან ხანგრძლივი კომუნიკაცია. განსაკუთრებით ძილის წინ და აუცილებლად ბევრი დრო დაუთმოთ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია და ვისთანაც ერთად გატარებული ყოველი წუთი ძალიან სასიამოვნოა ჩვენთვის. თქვენ ალბათ შენიშნეთ სოციალურ მედიასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ცალკე მომზადებული პროდუქტები, საგანგებოდ მომზადებული პროდუქტები და პროექტი ძალიან წარმატებით მუშაობს საზოგადოების მხრიდან. ჩვენ ყოველთვის გრძნობდით ყურადღებას, სიყვარულს, მხარდაჭერას, თუმცა ყოველი ასეთი პროდუქტის შემდეგ ჩნდება ძალიან საინტერესო კითხვები, კომენტარები და მე რამდენიმე კითხვას სწრაფად ვუპასუხებ. მაგალითად, როდესაც ჩვენი მაყურებელი გვეკითხება თუ ჰიპერტენზია აქვს, საგანგებოდ იღებს მედიკამენტებს, მაშინ დღის რომელ ნახევარში არის უმჯობესი წყლის მიღება. აუცილებლად უნდა გითხრათ, არ გამოყოთ წყლის მიღებისთვის რომელიმე მონაკვეთი საგანგებოდ. თუ თქვენ გადაწყვეტთ მთელი დღისთვის საჭირო წყალი ერთბაშად მიიღოთ, აქ არის ერთი რისკი, რომელსაც ჰიპონატრემია ქვია, ანუ დიდი ულუფით წყლის მოხმარებას შეიძლება საკმაოდ სარისკო მდგომარეობა მოჰყვეს შედეგად, რომელსაც ნატრიუმის სისხლში კლება ახლავს თან და ეს ცხადია ყოველთვის ასე არ მოხდება, მაგრამ მაინც უნდა გავითვალისწინოთ ასეთი მდგომარეობა. წყლის გადანაწილება მნიშვნელოვანია, სწორი გადანაწილება უკავშირდება არა მარტო დღის სხვადასხვა მონაკვეთს, არამედ თქვენს კვებასაც, თქვენს აქტივობასაც და უკავშირდება იმ მედიკამენტებსაც, რომელსაც თქვენ მოიხმართ. მაგალითად, შარდმდენებს, წნევის დამარეგულირებელ სხვადასხვა საშუალებას. ამიტომ ასეთ დროს არ დაგავიწყდეთ და არ დაიზაროთ
დამატებითი კითხვა დაუსვათ ექიმს, რომელმაც ამ ჯგუფის პრეპარატები დაგინიშნათ, როგორ უნდა იყოს ეს შეხამებული წყლის მოხმარებასთან, იმისათვის, რომ სწორი წონასწორობა და ბალანსი დაიცვას ორგანიზმმა. რაც შეეხება მაყურებლის შემდეგ კითხვას, ეს უკავშირდება სამუშაო გარემოს და ყოველდღიურად მუშაობა მზეზე, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა სულ წყურია და თავს იკავებს ადამიანი, მაგრამ სხვა შემთხვევაში, როდესაც მაღალ წნევაზე საუბრობს, ანუ ცხადია, როცა წყურია, ბევრ წყალს მიირთმევს, მაგრამ მაღალი წნევა, როცა აქვს, არ იცის როგორ მოიქცეს, შეიკავოს თავი წყლის მოხმარებისგან, თუ მოთხოვნილების შესაბამისად მიიღოს. წყალი აუცილებლად უნდა მივიღოთ, როცა წყურია. და თუ წყლის წყურვილს აქვს თავისი მარტივი მიზეზი, იმიტომ რომ ცხელა, იმიტომ რომ ბევრს მუშაობთ, აქ მით უფრო უნდა დავაკმაყოფილოთ მისი მოთხოვნილება. თუმცა შეიძლება წყურვილს ჰქონდეს სერიოზული სამედიცინო მიზეზი და ეს აუცილებლად ცალკე შესწავლის საგანი უნდა იყოს, ხოლო რაც შეეხება წყურვილი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ორგანიზმს უკვე დააკლდა 1-2% წყალი მისთვის აუცილებელი და ჩვენ უნდა ჯერ ეს დეფიციტი შევავსოთ და მერე დავიკმაყოფილოთ ფიზიოლოგიური მოთხოვნილება. წნევის მერყეობა შემოწმებას მოითხოვს, წნევის მერყეობა არის თუ არა წყლის ბალანსთან დაკავშირებული, ან სხვა რაიმე მაგალითად, თუნდაც თქვენ სამუშაო გარემოსთან, როდესაც ძალიან დიდ დროს ატარებთ ღია სივრცეში, პირდაპირ მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ, აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს არტერიული წნევის შესაძლო მიზეზი. და ამავე დროს ნახეთ, მაყურებლის კითხვა შეიძლება თუ არა წნევა მემატებოდეს წყლის მოხმარების გამო, ან პირიქით, ჰიპერტენზიის ფონზე მაინც ბევრი წყალი მჭირდება. რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც უჩნდებათ ადამიანებს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კვლევა მაჩვენა, როგორც წყლის დეფიციტი არის სარისკო ადამიანის ჯანმრთელობისათვის, ასევე არის რისკ ფაქტორი წყლის ნაკლებობა არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევაში. ამიტომ წყალი უნდა მივიღოთ არტერიული ჰიპერტენზიის ფონზეც, თუმცა უნდა შეფასდეს, რას ახლავს ეს არტერიული ჰიპერტენზია, რა არის მისის შესაძლო მიზეზი, მაგალითად გულის უკმარისობის შემთხვევაში წყლის მოცულობა უნდა იყოს ძალიან მკაცრად დათვლილი და შეფასებული. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კომუნიკაციას გავაგრძელებთ და კითხვებს კიდევ უფრო დაწვრილებით კადრს მიღმაც ვუპასუხებთ. თუმცა ახლა ვაგრძელებთ თემას და სტუდიაში შემოგვიერთდება ჩვენი გუნდის წევრი, რომელიც შინ მოვლაზე ისაუბრებს, მაშინ, როდესაც მაგალითად არტერიული ჰიპერტენზიის ფონზე კრიტიკული მდგომარეობა ინსულტის სახით განვითარდა. თამარ დაუსი არის ახლა დღევანდელი გადაცემის სტუმარი. თუ შეიძლება ასე ითქვას. თამ, დილამშვიდობისა, დაბრძანდი. მიჭირს ხოლმე შენი წარდგენა სტუმრის რანგში, იმიტომ რომ შენ ხარ ჩვენი გუნდის წევრი და ძალიან მნიშვნელოვანია ის კამპანია, რომელსაც ჩვენ უძღვებით და მე ყოველთვის სარგებლობ შემთხვევით და ახლაც არ დავუშვებ გამონაკლის, მადლობას ვეტყვი ყველა ეგთან საქართველოში, ვინც ადამიანების ჯანმრთელობისთვის დღე და ღამე მუშაობს და რა კი ყველა მათგანი არ არის სტუდიაში, ყოველთვის შენ გეუბნები ამ მადლობას, იმიტომ რომ შენ განასახიერებ ეგთნებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ჩვენთვის. თამო, მოდი ინსულტზე ვისაუბროთ და ვისაუბროთ შინ მოვლა ინსულტის მერე, ჯერ ინსულტზე ვთქვათ. მაგრამ სანამ ინსულტზე გადავალ, ერთი სიტყვით უნდა ვთქვა, თქვენთან ერთად არ გადაცემით ვაკეთებთ იმას, რაც ქვეყანაში ცოტათი მოიკოჭლებს. ანუ ეგთნის როლს ვწევთ მაღლა და არა მარტო ზოგადად ეგთნის როლს, არამედ ვაჩვენებთ, რომ მისი როლი არა მარტო სტაციონარში და საავადმყოფოშია მნიშვნელოვანი, არამედ პაციენტის სწავლებაში და პაციენტის კეთილდღეობაში, როდესაც ის არის ბინაზე გაწერილი და ამას ყველაზე უკეთ აკეთებს ეგთანი. მას მერე, რაც უკვე დანიშნულება დაიწერება. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა პირიქით ჩემგან და ყველა ეგთნისგან საქართველოს მასშტაბით. მიხარია. ეხლა რაც შეეხება ინსულტს. ინსულტი არის, ძალიან მარტივად რო ავხსნათ, სისხლის დინების შეწყვეტა ტვინის რომელიმე უბანში. და ჩვენ კარგად ვიცით, რომ თუ ჟანგბადი არ გვაქვს, თუ ჟანგბადი არ მიეწოდება რომელიმე ქსოვილს, შესაბამისად ის ქსოვილი ვეღარ ფუნქციონირებს. ხა რატო შეიძლება რომ გაჩერდეს სისხლის დინება? პირველი, იმიტომ შეიძლება გაჩერდეს, რომ იმ კონკრეტულ უბანში სისძარღვს, რომელიც აწუდის სისხლს, შეექმნას პრობლემა სისხლის გატარების. ეს შეიძლება იყოს იქ წარმოქმნილი პროცესი, რომელიც დათრომბავს აი ამ კონკრეტულ სისძარღვს. ან თრომბი წარმოიქმნა სადღაც სხვაგან, მაგალითად გულში,
ჩვენ მამაყურებელმა კარგად იცის, მაგალითად ზოგი არითმია, მოციმციმე არითმია. ან ქვედა კიდურების ვენებში. ან ქვედა კიდურების ვენებში, სადაც მოწყდება ნაწილი, ან თვითონ ის თრომბი მოწყდება და დაიწყებს მოძრაობას, იქცევა ემბოლია, თუ უკვე სახელი შეეცვლება მას და სის ძარღვში, სადაც ვიწროა პირობითად და ვეღარ გაეტევა თავის ტვინში, იქ დაეცვება და შექმნის სისხლის დინების პრობლემას. მოდით ვისაუბროთ ამ ტიპის ინსულტზე. ნუ არსებობს კიდევ ისეთი ინსულტი, როდესაც სისძარღვი გასკდება, ასე რომ ვთქვათ, და სიზღლდენაა თავის ტვინში. ამას ქვია ჰემორაგიული, ანუ სისხლის ჩაქცევას რომ ეძახიან, ტვინში სისხლი ჩაიქცაო და როგორც წესი ორივეს მიმართავენ, ორივე ინსულტს ასე მოიხსენიებენ, მაგრამ აი ახლა რაც ვთქვით, როდესაც სისძარღვი დაიბლოკება, ეს არის იშემიური, ანუ უჟანგბადობით გამოწვეული ინსულტი. რა თქმა უნდა, როგორც ყველაფერს, ასევე ამ ინსულტსაც აქვს თავისი რისკ ფაქტორები. Ну, კარგი ამბავი გვაქვს ამასთან დაკავშირებით და ცუდი. კარგი ამბავი გვაქვს ის, რომ ზოგიერთი რისკ ფაქტორი გამოსწორებადია, ჩვენ შეგვიძლია მათზე ვიმუშაოთ, მაგრამ ცუდი ამბავი ის არის, რომ ზოგიერთი რისკ ფაქტორს ვერაფერსაც ვერ ვუზავთ. ასეთია მაგალითად ასაკი, ну, ვერ შევცვლით ამას აქვს. ასეთია მაგალითად ოჯახური ისტორია. ჩვენს წინაპარს რა ქონდა პირველი რიგის ნათლისას, ქონდა თუ არა შესაბამისი, ვთქვათ, დაავადება. მაგრამ ეს არის სქესი პირობითად. ამასაც ვერ ხანდახან ზოგიერთი დაავადება მამაკაცებში უფრო გავრცელებულია ვიდრე ქალებში ან პირიქით. მაგრამ აი როგორც თქვენ აღნიშნეთ, ხანდახან ბევრჯერ გამეორებული თეზისები გვაქვს ხოლმე, ხო, ადამიანებს ვეუბნებით წყალთან დაკავშირებით, მარილთან დაკავშირებით, წონასთან დაკავშირებით, თითქოს ყველამ კარგად ვიცით, თითქოს ადვილი სათქმელია, მაგრამ რთულად შესასრულებელია ხოლმე რიგ შემთხვევაში და ამას სჭირდება ძალიან ბევრჯერ გამეორება. აი ამას აკეთებს როგორც წესი ექთანი ხოლმე. ხშირად გამეორებით ადამიანი ბოლო-ბოლო ცვლის თავის შეხედულებას. და რომელი ახლა ის რისკ ფაქტორები, რომელსაც შეგვიძლია რომ მოვერიოთ. ბრძოლით, მაგრამ მოვერიოთ. ეს არის წონა, ეს არის უმოძრაობა და უმოძრაობა ხა მე არ გულისხმობ რომ წავიდეთ და ყველამ სპორტულ დარბაზში დავიწყოთ სიარული. გულისხმობ რომ ნახევარი საათი ყოველდღე რო ვიაროთ. ისე რომ კვირაში 150 წუთის სიარული გამოგვივიდეს, უკვე დიდ ცვლილებებს ვნახავთ. ეს არის თამბაქოს მოხმარება, რომელიც მავნებელია არა მხოლოდ ინსულტის ჭრილში, არამედ სხვა დაავადებების ჭრილშიც და კოლესტეროლის დონე, დიახ, ანუ საკვების მართვა სისხლში. ზოგადად ცხოვრების სტილის შეცვლა. ეხლა მოდით იცით რა შევეხოთ? აი, როდესაც გადაიტანა ადამიანმა ინსულტი, ან დაემართა ინსულტი, როგორ აღმოჩნდა? დიახ, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი სქემები, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილია ინგლისური აბრევიატურებით. ამას ეგრეთ წოდებული FAST ქვია და ეს უკავშირდება სახე, მკლავი, ეს არის რეალურად მეტყველება და დრო. თუმცა გვაქვს კიდევ უფრო განვრცობილი ვერსია, რომელსაც BFAST ქვია, სადაც შემოდის წონასწორობაც დასახელებულ ფაქტორებთან და მხედველობასთან დაკავშირებული სირთულეებით. თამო, მე როგორ შეიძლება გამოვიყურებდეთ? მოდით მობრძანდით და დამეხმარეთ, რომ მაყურებელს ვაჩვენოთ. უბრალოდ ერთ სიტყვი სანამ ამას გავაკეთებთ, მაყურებელი და ზოგადად საზოგადოება კარგად არის გათვითცნობიერებული თუ გულთან პრობლემა აქვს ადამიანს. ანუ გულის ტკივილი არის საგანგაშო ნიშანი და ძალიან მალე მოქმედებენ. მაგრამ თუ ადამიანი ეტყვის, რომ თავბრუ მეხვევა და რაღაცა ტრიალებს ყველაფერი, ეს არ იქნება ხოლმე პირდაპირი განგაში. ეს იქნება, რომ ცოტა ხანი მოვიცადოთ და ნუ გარკვეული ტრადიციული და არატრადიციული მკურნალობა, რომელიც ტარდება და კარგავს დროს. მოდით ახლა ვნახოთ რა უნდა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ ვფიქრობთ, რომ ადამიანს უცაბედად განუვითარდა ის, რასაც ჩამოვთვლით და თქვენ რაც თქვით BFAST. პირველი არის კოორდინაციის დარღვევა. ნუ კოორდინაციის დარღვევა, ბალანსის დარღვევა. ანუ მიდიოდა და უცებ შეტორტმანდა. აი მაყურებლისათვის საჩვენებელი შეიძლება საგანგებოდ არც არის და წარმოუდგენია, მაგრამ ჩვეულებრივი სიარულის დროს საუბრობ და უცებ ვერ დავიჭირე წონასწორობა, ეს უკვე საყურადღებო ნიშანია. ეს უკვე საყურადღებოა. მეორე ახლა რასაც აღვხედავთ, ეს არის მხედველობა. ახლა არ მინდა ისე გაიგონ, რომ სათვალეს ვიყენებ და ვერ ვკითხულობ და უი გუშინ გამიჭირდა. არა. ეს არის უცებ დაწყებული. შეიძლება დაორებულად დავინახო, შეიძლება
დაიბინდოს ისევ ხედავდე. შეიძლება ცალთვალში ვერ დავინახო. ჩვენ სულ უნდა გვახსოვდეს, რომ რატო ხდება ეს პროცესები, იმიტომ რომ იმ კონკრეტულ უბანში ჟანგბადი აღარ მიდის და ის კონკრეტული უბანი აღარ ფუნქციონირებს და ეს შეიძლება იყოს მხედველობის, თქვათ, დაბინდვა და გაჩერება. აი, შემდეგი არის სახე. ეხლა რა ვქნათ, მარი, თქვენთან მიმართებით, რომ გავაკეთოთ. როგორ გავიგოთ, რომ არის სახის ასიმეტრია. უნდა ვთხოვოთ იმ კონკრეტულ პირს, რომელზეც ვფიქრობთ, რომ შეიძლება აქ ინსულტი იყოს, ან გაგვიღიმოს, ან კბილები გვაჩვენოს. დიახ. თან უნდა ვაჩვენოთ, დიახ. თან და აი გააკეთეთ კბილები მაჩვენეთ, დიახ. ან კბილები გვაჩვენოთ. ეს ძალიან ხელოვნური მიმიკა, ნამდვილად. ხო, აქ არ არის გაღიმებას, თქვა, ფოტოსთვის, მაგრამ არის ნახეთ რა გვინდა რომ ასევე რა მინდა რომ თქვა, ინსულტის დროს შეიძლება აღქმა იმას, რასაც ვეუბნები, იყოს ასევე დაკარგული. და გამიღიმე მხოლოდ რომ ვუთხრა, ვერ გაიგოს რას ვეუბნებ. ვაჩვენებ. უნდა ვაჩვენოთ. მარი თუ შეიძლება კბილები მაჩვენე, აი ესე. თუ ორივე მხარე აიწია ერთნაირად, კარგია. თუ ერთი მხარე ჩამორჩება და გაღიმება მოხდა აი ასეთ მდგომარეობაში. აი ესეთ მდგომარეობას აკეთებს საგანგასო ნიშანი, ანუ ერთი მხარე ჩამორჩება. შემდეგი არის კიდურების მოძრაობა. კიდურების მოძრაობასთან დაკავშირებით არის ესეთი რაღაცა, უნდა ვთხოვოთ, რომ დახუჭოს თვალები, ამოაბრუნოს ხელები, ისე რომ ხელის გული იყოს ზემოთ და ორივე ხელი აწიოს ზემოთ. თუ ორივე ხელი ზემოთ აწია და თანაბრად არის აწეული ხელი, ძალიან კარგი ნიშანია, მაგრამ თუ ჩამორჩება ერთი ხელი და წევს ესეთ მდგომარეობაში, არის საგანგაშო ნიშანი. ისევე მივდივართ თავის ტვინში, რომ სადღაც რომელიღაც უბანი ვერ აკეთებს თავის საქმეს. ანუ აი ასე უნდა გავაკეთოთ. დიახ, ეს არის კარგი ნიშანი, მაგრამ აი ეს იქნებოდა უარყოფითი ნიშანი და დადებითი ნიშანი პირიქით არის და მაშინ პირდაპირ ეთერში დამისვამდით ისემიურ ინსულტის დიაგნოზი. არა, ღმერთს დაკიფაროთ. ეხა მეტყველება. ანუ მეტყველებასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ გაუჭირდა თუ არა მეტყველება და ჩვენ შეგვიძლია ძალიან მარტივი ფრაზა ვთხოვოთ რომ გაიმეოროს. მაგალითად, მარი შეგიძლია გაიმეორო დღეს კარგი ამინდია. დღეს კარგი ამინდი. უნდა თუ დაიწყო დღეს ამინდი კარგი ან საერთოდ ვერ გაიმეორა, ეს არის საგანგაშო ნიშანი, ისედაც ჩანს ხომ და შემდეგი არის დრო. რაც უფრო მალე მოხდება იმ სისძარღვის გასუფთავება და სისხლის ნაკადის აღდგენა, მით უფრო ნაკლები ქსოვილი დაზიანდება. რაც უფრო ნაკლები ქსოვილი დაზიანდება, მით უფრო ნაკლები იქნება უნარობა მას მერე, რაცაც დატოვებს ეს დაზიანებული ქსოვილი. ეს ყველაფერი დავიმახსოვრეთ და ფხიზლად გამოვიყენეთ ეს ცოდნა იმისთვის, რომ ამოვიცდეთ. მაგრამ სახლშია ინსულტგადატანილი პაციენტი და მას მრავალი სირთულე აქვს. ჩვენ ამაზე გვისაუბრია, მაგალითად, შინმოვლა სხეულის დამუშავებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და ჩვენ ამ თემას კიდევ დაუბრუნდებით. თუმცა მაგალითად ახსენე წეღანკვება და აქ არის რამდენიმე საკითხი, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ოჯახის წევრმა. ეხლა მოდით რისკებს შევეხოთ, რომელიც სახლში გვაქვს. ბევრი, მრავალი, მაგრამ რამდენიმე ძირითადი, რასაც გვინდა რომ შევეხოთ. პირველი არის ყლაპვის გაძნელება. მეორე არის, როდესაც ადამიანი, ეს ცოტათი რთულად ახსაქმელია სათქმელათაც, უგულვებელყოფს რომელიმე მხარეს. აი მარცხენა მხარეს. განა ვერ ხედავს, არა მარტო სხეულის, არამედ გარემოსიც. ანუ აი ჩემი მარცხენა მხარე თუ არის ის მხარე, მე ამ მხარეს განა ვერ ვხედავ, მაგრამ ტვინი ვერ აღიქვავს, ვერ ამოიცნო, საერთოდ ვერ ხვდება, რომ აი აქ ჩასაბიჯებელი არის და ეს ჩასაბიჯებელი არის საშიში. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. მეორე არის, როდესაც ვერ აღიქვამს რა ვუთხარით, ან აღიქვამს ყველაფერს ბრწყინვალედ გადასარევად, მაგრამ ვერ გადმოგცემს. და მეოთხე, ეს არის უმოძრაობის გამო რამოდენიმე რისკია ადამიანთან. პირველი ის, რომ თუ უმოძრაოდ არის და დიდხანს არის მიწოლილი რამეს და ზეწოლა არის ზურგზე ან გვერდზე, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ფილტვი ვერ იშლება და შეიძლება იმიტომ რომ კონდეს კვების დარღვევა, წყალს ვერ იღებდეს და უმოძრაობის გამო ნახველი გასქელდეს და ვერ ამოდიოდეს. ექიმთან შეთანხმებით შესაძლებელია რომ ვეცადოთ რომ გავათხიეროთ წყლით და პაციენტის ჰიდრატაციით, მაგრამ
თუ ექიმთან შეთანხმებით ჩვენ შევთანხმდებით რომ მოდი გამოვიყენოთ რამე რაც შესუნთქვის დროს გაათხიერებს ნახველს და უფრო მარტივს გახდის რომ ამოვახველო, შესაძლებელია რომ ნებულაიზერი გამოვიყენოთ. ანუ ჩვენ ახლა გვაქვს საშუალება დავინახოთ კიდევ. სათითაოდ განვიხილოთ რას ვაკეთებთ. ნახეთ თუ ადამიანს მოკლედ რო ჩამოვაყალიბოთ. ნებულაიზერთან დაკავშირებით. დავიწყოთ ბოლოდან. კი ბატონო, დავიწყოთ ბოლოდან. ნუ ჩვენ კარგად ვიცით რომ ნებულაიზერი, აი ეს კონკრეტული რაც იყიდება, კარგად არის უკვე საყოფაცხოვრებო ნებულაიზერი დავარქვათ. ჩვენი საუბარი არ ეძღვნება პრომოციას. ჩვენ ლაპარაკობთ არა, აქ მხოლოდ ამოცანაზე. ტიპზე არის საუბარი, ეს მუშაობს კომპრესირებულ ჰაერზე. რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა მივაერთოთ დენზე, მას ჟანგბადი არ სჭირდება, თუ პაციენტ ჟანგბადი არ სჭირდება, ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ და მას აქვს ჭიქა. აი ჭიქა შეიძლება გამოიყურებოდეს ესე, თვითონ ნებულაიზერი ეს არის და არა აპარატი, ეს არის კომპრესორი. ანუ ნებულაიზერი, რომელსაც, როდესაც მოვხდით თავს, შესაძლებელია აქ ჩავასხათ წყალი, ნატრიუმის ქლორიდი, მივაერთოთ თვითონ ფიზიოლოგიური ხსნარით, ახ მივაერთოთ თვითონ აპარატზე. აი ამ სპეციალური შნურის მეშვეობით, ერთი მიუერთდება აპარატს, მეორე მიუერთდება აი ამ ჭიქაზე უკან არსებულ აი ამ იმას რა ქვია, გადამყვანს და შემდგომ უკვე შესაძლებელია მივაერთო ან ნიღაბი და მოვახდინო ჩართვის შემდგომ გაფრქვევა მოხდება და დაინახავთ ნისლს და პაციენტმა ისუნთქოს იმისთვის რომ გათხიერდეს ნახველი, ან თუ მაგალითად ხანდახან არის რომ პაციენტი გრძნობს რომ რამე სახეზე რო ედება, პირიქით იგუდება და უნდა ამის მოცლა, შესაძლებელია რომ რა თქმა უნდა ამ კომფორტზეც ვიფიქროთ და აი ესეთი მუშტუკის მეშვეობით ჩავუდოთ პირში და შეისუნთქოს პირით და ეცადოს რომ გათხიერდეს ნახველი. ამის შემდეგ ზურგზე პატარა მასაჟით უნდა ვეცადოთ რომ დავახველებინოთ პაციენტს და ნახველი ამოვიღოთ. ეხლა რატო შეიძლება კიდევ რომ ეს ნახველი დაგროვდეს, მივუბრუნდეთ ყლაპის გაძნელებას. და ყლაპის გაძნელებასთან დაკავშირებით, თუ პაციენტი, თუ თქვენი ოჯახის წევრი, ხველის დროს ხშირად ახველებს, ანუ უკაცრავად ჭამის დროს ხშირად ახველებს, ანუ წამოხველება ხდება, მიაქციეთ ყურადღება. ან დიდხანს ანდომებს ლუკმის გადაყლაპვას. აი დიდი ხანი ტრიალებს ეს პირში და გადაყლაპვას. გახსოვთ ჩვენ რო ვახსენეთ ერთი მხარის უგულვებელყოფა. როგორც წესი, თუ მარცხენა მხარეს ვუგულვებელყოფ, ჩვენ როცა ვღეჭავთ, რომ დავაკვირდეთ, ენას ვამოძრავებთ, რომ აი ამ საკვებმა იტრიალოს და მერე ხდება გადაყლაპვა. მარცხენა მხარეს ვერ აღიქვამს. შესაძლებელია მარცხენა მხარეს დაიწყოს საკვებმა დაგროვება. დაგროვდეს, ეს არ ჩანდეს პატარა ნამცეცები. მოგეხსენებათ ახლა საკვები, როდესაც სითბო გარემოში არის რა ემართება, გაფუჭდეს, ასე ვთქვათ, ეს საკვები, მერე მოხდეს გადაცდენა და პაციენტს დაემართოს პნევმონია, აი ამ ადგილში დაგროვებული გაფუჭებული საჭმელის. ჩვენ ვერ გამოვიჩინეთ სათანადო ყურადღება. რა უნდა გავაკეთოთ? პაციენტს, რომელსაც აქვს ერთი მხარე უგულვებელყოფილი, ამას მივხვდებით, რომ დავინახავთ, უნდა ვავარჯიშოთ და ყოველთვის უთხრათ, ენით მოსინჯერ მარცხენა მხარეს გვარდაჩა რამე. კი. ვეცადოთ რომ მარცხენა მხარეს დავუდოთ რაღაცეები, რაც მას უნდა როა იყოს, რომ აი ეს ჩვევა კონდეს, რომ მუდმივად გაიხედოს, რომ ეს ჩართოს ეს მხარე. რაც რეაბილიტაცია არის როგორი დიდ ნებისყოფას მოითხოვს და დიდ მოთმინებას მოითხოვს ორივეს მხრიდან. იმიტომ რომ ადამიანი რომელიც აქტიური იყო და ხა შენასწავლი მარცხენა მხარეს გაიხედოს, იმიტომ რომ რაღაცებს უდებ, აუცილებლად ნერვები მოეშლება და აუცილებლად გაგიჯიუტდება ხოლმე. თუმცა ჩვენ მოთმინებით უნდა. მაგრამ ეს არის მოთმინების ამბავი. და კიდევ ერთ ვიტყვი, უბრალოდ თუ ხედავთ რომ მარცხენა მხარეს უგულვებელყოფს, ყველგან კიბე იქნება ეს თუ ჩასაბიჯებელი რამე, სადაც შეიძლება დაეცეს, იმიტომ რომ დაცემის რისკია, აუცილებლად წითელი ლენტით, აი როგორც ზღურბლები რომ არის, აი ესე გამოვყოთ რომ დაინახავს იქ რა ხდება, მხედველობის პრობლემა აქვს ეს გვახსოვდეს, აუცილებლად გაახსენდება, რომ წითელი ნიშნავს, რომ უნდა გადავაბიჯო ფეხი. აი ასე. ეხლა რაც შეეხება, როდესაც აღქმა არის და ვერ გვაგებინებს. მაგალითად, თუ მარი თქვენ გაქვთ აღქმის პრობლემა, მე თქვენ არ უნდა გიკითხოთ, მარი, ჩაი გინდა თუ ყავა? დიახ. ანუ ბევრი ინფორმაცია, ძალიან ბევრი ინფორმაცია. აღქმისას უნდა გამოვიყენოთ წარწერა და უნდა უთხრათ, მარი. დიახ. ჩაი გინდა? მაყურებელი ხედავს ამას კარგად. მარი. როგორ გამოიყურება ფურცელი? კი. არა. დიახ. ანუ კიდევ ერთხელ რომ ახლოდან ვაჩვენოთ, როგორ ხედავს? მარი. ჩაი? კი? თუ კი, მარი, დამიქნიე თავი. დიახ. გასაგებია. კი თუ არა,
დიდი ჩაი თუ ყავა კი თუ არა ადამიანს რომელსაც აღქმა აქვს დარღვეული ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ კითხვები არ უნდა იყოს რთული. ესეც მოთმინებასთან არის. აუცილებლად გაღიზიანდება ადამიანი. ჩაი, მერე ვეუბნებით კი თუ არა. ხშია თუ არა, არა. საჭმელი ვჭამოთ? კი. დამიქნია მარი თავი თუ კი. აი ასეთი რეაბილიტაციით და რეაბილიტაციას გადის სახლში ოჯახის წევრებთან, აუცილებლად დავასწავლით და მეორე, მაგალითად მარის კარგად ესმის რას ვეუბნები. მარი ჩაი გინდა თუ ყავა, მაგრამ სჭირდება დრო რომ მიპასუხოს. მის მაგივრად არ უპასუხოთ. ჩაი ხო? ხო, გასაგებია? არა. მარი ჩაი და აი ესე დაჯექით და დაელოდეთ. და აცადეთ რომ გიპასუხოთ სანამ თვითონ არ გთხოვთ და მიგანიშნებთ რომ შენ გადაწყვიტე რაც გინდა რომ ვთქვათ მივირთვა. კიდევ ერთხელ ინსულტის მოვლა არის ნებისყოფასთან და მოთმინებასთან დაკავშირებული და ძალიან დიდი ალბათობაა იმისა რომ ასე ნელ-ნელა აღვადგინოთ ის ფუნქცია რომელიც დაკარგულია. ძალიან დიდი მადლობა თამ დღევანდელი სტუმრობისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა შინ მოვლის თემებს გავაგრძელებთ, მაგრამ დღევანდელი საუბარი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რატომ არის მნიშვნელოვანი ის, რომ ჩვენ სოციალური არსებები ვართ. როგორ გვჭირდება ჩვენ ერთმანეთის მხარდაჭერა და რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არა უბრალოდ თეთრეულის გამოცვლა და წამლის ან საჭმლის ყიდვა გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერის ნიშნად, არამედ მოთმინება და კეთილგანწყობა იმისთვის, რომ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც კი მოვუსმინოთ ერთმანეთს. მაშინაც კი, როდესაც მეტყოლება გვიჭირს, მაშინაც კი, როდესაც შეფერხებული გვაქვს მოძრაობა და გადაადგილება. ჩვენ ძალიან გავღიზიანდით. რა თქმა უნდა, და გვეყოს მოთმინება იმისთვის, რომ ერთმანეთის მდგომარეობა მივიღოთ როგორც რეალობა და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აზრი აქვს ჩვენს მხარდაჭერას და ჩვენს თანადგომას. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა ეძღვნებოდა ინსულტის შინმოვლას და ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობდით ჩვენი გუნდის წევრთან ერთად, რომელიც გახლავთ ექთანი თამარ დაუს. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება. ჩვენი ტრადიციული კვებითი შუქნიშანი სამფერია, თუმცა მრავალფეროვანია ის რეკომენდაციები, რომელიც ამ კონცეფციის ფარგლებში თქვენ გესმით ყოველდღიურად ჩვენს გადაცემაში მრავალი წლის მანძილზე. და როდესაც ჩვენ თეფშზე ვსაუბრობთ და ვიწყებთ საუბარს თეფშით, ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს დღიურ რაციონს, რომელიც სულ ცოტა ხუთი ფერის, ხუთი ჯგუფის პროდუქტის გამოყენებას გვირჩევს. არა იმიტომ, რომ რომელიმე დიაგნოზი განსაზღვრავს კონკრეტულ არჩევანს, არამედ პრინციპი კვებისა რჩება სწორედ მრავალფეროვნების სასარგებლოდ და ასეთ შემთხვევაში ცალკეული პრობლემების გათვალისწინება გვჭირდება ინდივიდუალურად იმისათვის, რომ თავარი სათქმელი მოვარგოთ ჩვენ საჭიროებას. და ერთ-ერთი ასეთი მიდგომა, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა არტერიულ ჰიპერტენზიასთან, ინსულტის პროფილაქტიკასთან და შემდეგ უკვე გადატანილი ინსულტის უკეთ მართვასთან, გახლავთ დიეტური მოდელი, რომელსაც ეგრეთ წოდებული DASH დიეტა ჰქვია, ინგლისური აბრევიატურის შესაბამისად და ქართულად ითარგმნება შემდეგნაირად: დიეტური მიდგომა არტერიული ჰიპერტენზიის შესაჩერებლად. თქვენ ეს ძალიან ბევრჯერ გაგიგონიათ, ჩემგან მოგისმენიათ, გინახავთ ჩვენს გადაცემაში, წაგიკითხავთ ჩემს წიგნში და როდესაც ჩვენ ამ კვების მოდელზე ვსაუბრობთ ხოლმე, მხედველობაში გვაქვს, რა თქმა უნდა, თეფშის პრინციპით განაწილებული დღიური რაციონი, სადაც ცილა არის მჭლე, ცხოველური წარმოშობის, ცილა არის მცენარეული წყაროებიდან, არის საკმაოდ დიდი რაოდენობით ბოსტნეული და ხილი, სულ ცოტა 300-400 გრამის რაოდენობით ყოველდღიურად, ზოგიერთ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი. გასათვალისწინებელია მარცვლეულ ბურღულეულის როლი, რა თქმა უნდა, ყველა საკვები ნივთიერების ბალანსის შესაბამისად ინდივიდუალურად ადამიანის საჭიროებიდან გამომდინარე. დღეს შემიძლია, რა თქმა უნდა, ეს თემა გავაგრძელო. აქვე გაგახსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია
ინსულტის პროფილაქტიკისთვის, ინსულტის მართვისათვის, ანუ უკვე გადატანილი ინსულტის მართვისათვის, ისეთი პროდუქტები, რომელიც ახლა ჩვენთან ყვითელ ზონაშია, მარილი და შაქარი, ჭარბი რაოდენობით ცხიმი და განსაკუთრებით მცენარეული ცხიმის ჭარბი გამოყენება. ჩვენ ამ თემას საგანგებოდ სხვა გადაცემაში დავუბრუნდებით, მაგრამ სულ სხვა თემაზე მინდა გესაუბროთ დღეს, გესაუბროთ იმაზე, რა ფორმით ვაწვდით საკვებს. როდესაც ადამიანს აქვს ინსულტის შემდეგ ღეჭვისა და ყლაპვის სირთულეები. ძალიან მნიშვნელოვანია დავიცვათ, რა თქმა უნდა, საკვების შერჩევის პრინციპები. ძალიან მნიშვნელოვანია სწორად მოვამზადოთ ეს საკვები, მაგრამ მიიღებს კი ადამიანი ჩვენი დიდი მონდომების მიუხედავად იმ საკვებ ნივთიერებებს, რომელიც ამ კონკრეტულ კერტშია დაშიფრული, თუ ფორმა არ მოუძებნეთ. რომელ ფორმაზეა ლაპარაკი? ძალიან ხშირად ჩვენ გვჭირდება გავითვალისწინოთ, რამდენად ერთგვაროვანია საკვები, რომელსაც ვთავაზობთ ინსულგადატანილ ადამიანს. ეს არ ეხება ყველას, იმიტომ რომ ყველას ერთნაირი სირთულის ღეჭვის და ყლაპვის სირთულე არ იქნება. ერთნაირი ხარისხის ღეჭვის და ყლაპვის სირთულე არ ექნება ყველა ადამიანს, მაგრამ არის მდგომარეობები, როდესაც ჩვენ გვჭირდება შევაფასოთ არა მარტო შერჩეული პროდუქტების სარგებლიანობა, არამედ მომზადებისას კონსისტენცია იმ საკვებისა, რომელსაც ვთავაზობთ ადამიანს. როგორია ეს? ეს არის უბრალოდ ხილის წვენი, ანუ თხევად მდგომარეობაში. ეს არის მაგალითად ფაფა, როდესაც ჩვენ ესა თუ ის პროდუქტი ერთგვაროვნად ვაქციეთ, იმდენად დავამუშავეთ თერმულად, თუ ეს არის მაგალითად წვნიანი კერძის სახით. მოდით შევადაროთ ერთმანეთს, წვენი ან წყალი, რომელიც ძალიან ადვილად მოსახმარებელი შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ ადაპტირებულია ჭურჭელი და თუ ვაკვირდებით ყველა ყლუპი ჩაყლაპა თუ არა ადამიანმა და ყლუპის მიღების შემდეგ ქონდა თუ არა გადაცდენა. ძალიან მნიშვნელოვანია ფაფის მომზადებისას გავითვალისწინოთ, როდესაც ვასხამთ წყალს, გავითვალისწინოთ რა ამოცანა აქვს ამ კონკრეტულ კერძს და ფაფა როგორი უნდა იყოს, რამდენად სქელი ან რამდენად თხელი უნდა იყოს. სხვათა შორის ამ შემთხვევაში შვრიის ფაფაზე გვაქვს ჩვენ ლაპარაკი მინიშნებად და არა როგორც კერძის დახასიათება და მის სასარგებლოდ ან მის საზიანოდ ნათქვამ ყველა კომენტარს მე ცალკე გადაცემაში დავუბრუნდები. და კიდევ ერთი კერძი, როგორიც არის წვნიანი. წვნიანი კერძი, რომელშიც ძალიან სასარგებლო ბოსტნეული მოვათავსეთ, ძალიან სწორად მოვამზადეთ და წარმოიდგინეთ მისი კონსისტენცია. ანუ თხევად გარემოში შეტივნარებული, ანუ მოტივტივე მყარი ელემენტები. რა განსხვავება ამ პროდუქტებს შორის? ფაფასა და წვნიან კერძს შორის. თითქოს წვნიანი კერძით ადვილად დასამუშავებელი გგონია. ადვილად ვღეჭავთ ჩვენ ჯანმრთელ მდგომარეობაში, ვღეჭავთ, ვყლაპავთ და პირის ღრუშივე შეგვიძლია ფაფად ვაქციოთ. ინსულტის გადატანის შემდეგ ეს ასე ადვილი არ არის. პირიქით, წარმოიდგინეთ ძალიან ხშირად ინსულტგადატანილი ადამიანი ერთმანეთთან ვერ ათავსებს, ვერ აერთიანებს თხევად გარემოს და იმ მყარ ნაწილაკებს, რომელიც არის ამ კერძში. ამიტომ ყოველთვის კარგი არჩევანი არ გახლავთ თუნდაც ძალიან სასარგებლო პროდუქტებისგან მომზადებული წვნიანი კერძი, თუ არ ვითვალისწინებთ პაციენტის მდგომარეობას მოცემულ ეტაპზე. ზოგჯერ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ასეთ კომბინაციაზე პროდუქტებისა, ანუ ბუნებრივად მომზადებულ წვნიანზე, ანუ პროდუქტების ბუნებრივი ფორმის მეტნაკლები შენარჩუნებით და ვაქციოთ ხელოვნურად გარკვეულ ეტაპამდე ერთგვაროვან მასად, ვიდრე ადამიანი არ გაიუმჯობესებს იმ მახასიათებლებს, რაც ღეჭვას და ყლაპას უკავშირდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მას უჭირს წყალი, სითხე და მყარი მასა ერთმანეთისგან გამიჯნოს და გადაცდენის რისკი შეიძლება გაიზარდოს, ან უჭირს შეაერთოს ეს ორი განსხვავებული სიმკვრივის პროდუქტი და ერთგვაროვან მასად აქციოს. ასეთ შემთხვევაში წვენის, სმუზის, ფაფის, ხილფაფის
პიურეს, სუპიურეს გამოყენება იქნებოდა უკეთესი არჩევანი ადაპტაციისთვის დროებით ან ხანგრძლივი პერიოდის შესაბამისად იმის მიხედვით რა მდგომარეობაშია ჩვენი პაციენტი და მხოლოდ იმიტომ რომ ეს პროდუქტები სასარგებლოა ასეთი წესით მომზადებული წვნიანი სასარგებლოა არ გავაკეთოთ არჩევანი თუ არ გავითვალისწინებთ ადამიანის ინდივიდუალურ მდგომარეობას ჩვენ შეგვიძლია ამ თემას არაერთხელ დაუბრუნდეთ და ასეც მოვიქცევით სხვადასხვა საჭიროების გათვალისწინებით თუმცა მე დღეს ამით გემშვიდობებით და ტრადიციულად ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ ორშაბათამდე გემშვიდობებით